გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ მაქვს და დღეს მირიანის ნაცვლად მე დავიწყებ ვიდეოს. ამ მანქანას იცნობთ ისედაც ძალიან სელებრიტი და პოპულარული მანქანაა. ახლა გზაში რომ მოდიოდით, ბევრი ადამიანი ხელს უქნევდა მირიანს და ესალმებოდა. ერთი კაცი იყო ეგეთი განსაკუთრებით. ეს არის ჩემი Dodge Challenger-ი, რომელიც ცოტა ხნით გადავაკეთე ძველ Toyota Jeep-ად. ესეც ძალიან მომწონს და მიყვარს ეს მანქანაც. ხო და მე და მირიანი დღეს ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილზე საქართველოში წამოვედით, რადგან გადავიღოთ გენიალური კოლაბი. ნახე რა მაგარი სტელის ბოთლი მაქვს. ეს ხო ჩვეულებრივი ბოთლია და შეიძლება ესეც მოხსნა და თან ესე ჭიქა გექნება. საბურავებს იმიტომ უშვებთ, რომ გაბერილმა საბურავმა ზემეტად არ იჯავდოს. და დავიცვათ საბურავი თვითონ და სავალი ნაწილი. ეკოლოგია ცალკე. ხო, ეგ ზემეტია. რამდენზე აყენებ ხოლმე? პირველად უშვებ ხა, ამიტომ რამდენზე დავაყენებ, ამას დავიმახსოვრებ, რომ შემდეგში იგივე იყოს. თან ვიცი რომ რაღაცები მოიფიქრა. და მეც ცხოვრებაში ბევრი რაღაცა იქნება ისეთი, რასაც პირველად გამოვხდი, მაგალითად, ოფროადი არ ვარ ესე ნამყოფი, იმ ადგილზეც არ ვარ ნამყოფი, სადაც მივდივართ და კიდე სახლი წამოიღო, რომელიც უნდა გაიბეროს, ეგეც არ მაქვს ესე ნანახი ჩემი თვალით, მით უმეტეს არ იზინია მასში არასდროს. ავიდეთ ოფროუდზე, გამოცადოთ ჰიტას მანქანა და არა მარტო ჰიტას მანქანა, იმედია სველი იქნება. შემდეგ უნდა გავუშალოთ 12 კვადრატი გასაბერი სახლი და ამის შემდეგ უკვე ვაპირებთ რომ შევეჯიბროთ საჭრის მომზადებაში, მაგრამ როგორც ჰიტა ამბობს, მე მომიწევს ამ ყველაფერს კეთება. შენ შეეჯიბრე შენ თავს და მე დავაგემო და გადავწყვიტავ რამდენად აჯობებ. ხო, კაი. მაგრამ მანამდე უმშვენიერეს და ულამაზეს კადრებს შემოგთავაზებთ ბატონი მირიანი, იმიტომ რომ FPV დრონის პროფესიონალია. ო, რა მაგარი ფონი. აბა ისეთი კადრი გადამიგერო საპროფილო ფარგლებს. აი ასე დოფროადზე ხა პირველად. მირიანი დაბუქსავდა ხა მაგით და ძალიან დიდი აღმართი. აბა ნახე ჩვენ ასე. მოდით. საფათოალი სამოვიდით. აუ, ეს მოგავიაროთ. ბიჭო, მოიცა იცი რა ქენი? აი ხო იხრება და ძალიან ფერზე ასვლაზე არ იფიქრო. ან ცოტაზე რა მოხარ, მე ხეშისკენ აიღე რა. ფერზე რო ჩაგაცურე შეიძლება გადაპირა. ნაკად მოგიკანა. გადაყირავება არ მართავს. კლდიანი მონაკვეთი სრულდება. ამ გზაზე იაპონელები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მაგრამ წინ დაბა ძველი სტალახია. ეს არის ადგილი, სადაც წვიმის დროს ბევრ 4x4-ზე მანქანას უჭირს გავლა. მართალია ჩვენ შემთხვევაში შედარებით მშრალი დაგვდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ სტალახში ჩაწოლა. ნახე როგორ გამიჭრია. ნუ გასვლაც არის.
აიღე ბოლომდე, აიღე, მიდი, დავაი. ცოტაც, კაი. ეხა აქე. წინაც დიაგონალზე მუშაობს, აუცნაური. აიღე ბოლომდე. აი, ნელა, არ ჩახვიდე. ეხა აქეთ აიღე და ეგრევე გაზი მიეც. ტრექშენიც არა. ეხა ლოუ გაგჩართული, პანიჟენია გაგჩართული. აი, გეყოფ, აღარ ჩახვიდე. ან თუ გინდა გადი ბოლომდე ეგრე სწორად. ერთი წადე და თუ ვერ ამოხვედი, მერე უკან გადი. არა. უკან გადი, აი ეგრე სწორად დაიჭირე და უკან წადი. სწორად. ხილად. აი ეგრე გაზი მიეცი, ეხა და ადი უკან. მიდი. აი ეხა ესე გამოდი, შეულები. ნელა. ვა. რა. აგარი. ეს ჩარჩენილი არის მანქანა. დაუტოვებია? ერთი შეხედვით სიმშრალის მიუხედავად, რამდენიმე წუთში ჩვენც იგივე ბედს ვეწიეთ. მირიან, წინ რაღაცნაირი ის არის, შეიძლება ვერ ამოწიო. ტალახი საკმაოდ ღრმა იყო და პირველ ეტაპზე ტაკომას გაუჭირდა გამოსვლა, მაგრამ ბლოკით მაინც შეძლო. გაითვალისწინეთ, კახისის ტბის მარშრუტი საკმაოდ პოპულარულია და წვიმიან ამინდში კარგად მომზადებული მანქანით უნდა წამოხვიდეთ. ვითომ შრალი არის ყველაფერი და რა ბიზნესი. აი, აკარ გადავიარე. ისე უნდა ავიდეთ მაშინ რა. აქ ან იქნება ეს არა, ეხლა ძირი დავდები. და ამის ქვეშ არის სველი, რა გარედან შრალი ჩანს, არა სველია. და ბლოკმა უშველა. პირველად გამოვიყენე მეც, არასდროს არ დამჭირვებია და ერთ შეხედით ხო ის არის, რომ შრალი არის, მაგრამ ან რაღაცა ცუდი გზა არის. შრალი არის რამდენიმე სანტიმეტრი და მერე დაასველია. ვაგრძელებთ გზას. ესეთი ამბები გვაქვს. რაღაც მომენტებში ცოტა ოდნავ რთულად, მაგრამ ძირითადად ყველაფერი ოკეია. აი ეს არის ნამდვილი მოგზაურობა. აი ჰოლანდიური ცოცხ. მოულელია ყველაფერი თორე. ლიქცია ნახე რა. Photos and the memories will never be enough. But if I could walk those streets today. Hey, კაკოპო მაგარი იყო. Do you remember when I died? Stepped on that airplane and let it take me from your side on the last day of July. In a cloudy southern sky. Will the rain ever stop? Will the rain ever stop?
side, reminding me of you. მშვენიურა. There was nothing I could do but sit and watch the fire and rain of ეხლა bullets ცოტა დავჭრა. on you. Oh, იო God, თიმადგილს send რაღაც უნდა your დავბანოთ. angels down and wash the blood from your cold hand. გამოიწერეთ მირიანის არხი. კარგი არხი აქვს. და ესე მითხრა რომ საქართველოში თუ რამე კარგი და ძვირფასი ადგილიც კი არა, კარგი ის დონე ადგილი რაც არის, ყველგან არის დამყოფი ყველა სეზონზე. და თითქმის ყველა ამინში. და დასაფასებელია ასეთი განათლების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვებსაც, როგორიც მაგალითად მე ვარ, გამოხდელი ადამიანი ისეთ საკითხებში, კარგი რეკომენდაციები და რჩევები მისცეს და კიდე ბევრ ადამიანს გააცნობს ჩვენი ლამაზი ქვეყანა. ვაუ! ლამაზია! ზემოთ არის სულ ნაძვნარი და მწვანე ხეები და სულ ირეკლავს მწვანეთ ყველაფერს. რა მაგრად მოვედი? ოჩახ მირიან ნამდვილი გენიოსი ხარ. ყველაზე მაგარ ადგილზე მოვედით. მინდა რომ აქ დავჯდე და ვხატო. მაგრამ ხატო არ ვიცი. შემიძლია სურათი გადავიღო. Will the rain ever stop? Will the rain ever stop? ვაუ! Will the rain ever stop? ნახეთ მირიანი თურმე როგორ თამაშობს გამოთეს ჩომჩომს. ჩართე. ეს არის 12 კვადრატული სახლი. აი ამაში მოკიდებაც, ა? უახ ჩემი. გამძიმე ყოფილა. ძალიან რთული არის ასეთი სტილის ვიდეოების გადაღება. ახლა უფრო დიდ პატივს ვსვამ თქვენს კონტენტს. შემეძლო ჩემს კომფორტულ სავარძელში მჯდარიყავი და დედამიწის ნებისმიერი პეიზაჟი გამეშვა მონიტორზე. ხო, მაგრამ ამას ვერ ნახე. მაგრამ ისე რეალურად მოსვლას თავისი მუღამი აქვს და ცოტათი ჯობია. ჯერ ვერ მიხვდები. აი ცოტა ხანში რო შენს ნამოქმედა შეხედა. მაგრამ ყველაზე კარგია და აი ხა რასაც გზნობ რომ მომენატრა ძალიან ეს სიჩუმე არის. ქალაქში რო ზუზუნი ისმის, ხო? და დიდი ხანი რო არ გასულხარ, ეს სიჩუმე ძალიან ასწორებს და მარტო ჩიტების ხმა ისმის. ჩვენ უნდა გვევარჯიშა ერთად მე მირიანს და მავანის კვარას და კვარამ მითხრა რომ მირიანიო კიო, კაი კაციაო. მაგრამ მირიანთან ვარჯიშო ჯობიაო რესტორანში ვიაროთ. ვაუ. ეხლა მომწონს. აი ამისთვის ღირს. ამ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. უბრალოდ ამ ეხლა ხვალ რომ უნდა წავიდეთ უკვე დილით ერთი ღამესთვის ცოტა ბევრი შრომაა. დილით არ წავიდეთ, საღამოს წავიდეთ. თელ დღე გვყავთ. აწყობაზე თორე რამდენიმე დღე რო შევიდა ესე მოვიწყობ სასახლის ხოვით ძალიან მაგარია. ამ სეზონზე ჩიფმეხი ამ კარავში. ფიქრობ თუ გინდა ის გაუცვალოთ და თუ გინდათ კარს დაგიგო. არ პრობლემა. აქვს კოლაბი ვიდეოგრაფ YouTube-თან. და ძალიან გასწავლულია. დამღლელი. ძალიან ბევრი YouTube-თან ერთად გამოდია კოლაბი, მაგრამ ეს ხო ისედაც გამორჩეულია თავის ყველაფრის გამო, მაგრამ
ეს ამდენი გადახება. ეს ამდენი გადახება სად გამოჩეული. და ჩათვალე რა ხა არაფერი არ გვაქვს ისეთი გადაღებული. მეგობარმა მაჩუქა ისლანდიაში რომ მივიდიოდი კაკრას. ძალიან მაგარია. ნახოთ აბა რა შეგვიძლია. დიღმის გასასვლელში ვინმემ გააკეთეთ შეშის გაყიდვა და გაგეყიდებათ, იმიტომ რომ შეშა არ არის. როგორ არა იტყეში. ეგ დამპალი იქნება. აი ეს კარგია. აი ესე გავეგულდა. წყნარი ადამიანი. საჩუქრად სოკო ნახე რა მხევა. მაგრამ ამის მომზადება იცი? შენ გიწოდინება უეჭო. ფილოსოფია. ეს მეორე ნახე. ხელით რომ მიხვდეთ. ნახე ის რა ფილოსოფია. ძალიან მაგარია. აღარ შემდეგ ვაპირებ აქეთან მხარეც რო ავიდეს რა. ესე პირდაპირ ხო? ხო. და უფრო დიდი სივრცე იქნება და გაერთიანებული იქნება ამ კუნქთან რა, ანუ აქ ოთახი უნდა იყოს. არ მეგონათ ამ ხელას სივრცე თუ იყო. ეგ არის კიდე პატარა. ეს სიგრძეზე რო. წვები ფეხების ბოლომე შლი. კი, კაცო. ეს მოგონული მაგ. When it gets too ეს easy, რო გამეშალა ახალ დამატებული ირები რო არ time to move on. When the night gets too cold, the fire will keep me warm. Just when I can't take it anymore, the first light will dawn. And when the days get ahead of me, I am lost to all who love me. And when the leaves cover me over, I return as rain and begin again. ხორბი საათი მე არასოდეს არ გამისიჯავს. ეს არის ხოლმე მომენტი ბევრი წვალების შემდეგ, როცა კამერები ითიშება და იწყება ჩვენი ბედნიერების წუთები. უკმანს არგებ? აი მოდი აბა ვნახოთ ვირამდე შეჭამთ. მე ოღონდ ვალა. კახის ტბაზე. როგორ ჩაერთო, გაითიშა უკვე. იდა გეყოფე ახლა თამაში. ეს განადგურებს ალბათ დინოზავრებს. მაგარი დასაწყისია. იტას იარაღის ყურსასმენი გაუკეთეთ, რომელიც დაბალ ხმებს აძლიერებს და მაღალ ხმებს ახშობს და ეხა უსმენს ჩიტების ხმებს.
დადის. ჩემი გესმის? ეხლა გესმის? ჰიტა, რამდენი IQ გაქვს? აი, გაიგო. ნახეთ სადღაც. ჰიტა გესმის ჩემი? მართლა გესმის? ერქოხმა გამოგგზავნა სასტეიკეთ კარგი რაღაცეები, წველი დანა, სტეიკის თუჯის აფა და თერმოს. ეხლა პირდაპირ ჩავდოთ ცეცხლში და შევწვათ სტეიკი. ვა, ნამდვილი სტეიკის ფორმა აქვს. ხო და როგორი სტეიკი გიყავს? სისხლები რო არ ქონდეს. ეგენი სისხლები არ არის. მაშინ ეგენი რო არ. საქონლის ხორცი შეიძლება ცოტა უმის ჭამაც. ხორის ხორცი ჭამა არ შეიძლება. და საქონლის ხორცი რაც უფრო იწება, ბევრი ცხიმი არ აქვს, მით უფრო მაგრდება. ამიტომ 3 წუთი ერთ ხარეზე კარგად გაცხელებული და 3 წუთი მეორე ხარეზე. აჰა 4. ისო ეგა. როგორი ნედლი არის? ნახეთ ეს. ოუ. გამარჯობა. ძალიან ბილად იჭრება ან დანაჭრის. იტა. გამიგია. ცოტა უნდა, ამით არ მოწონება. აჰა, ბა. გოგოებისთვის არა. მე მინდა შენ ესე დემონსტრაციულად მადლობა გადაგიხადო. ასეთი კარგი გამოცდილებისთვის. გუშინ არ გეტყობოდა ეგ ყველაფერი. კარგი გამოცდილება. გამოძინება იყო საჭირო. და კიდევ გეტყვი ერთ რამეს, რომ უბრალოდ შენ არ გეტყვი. შენს გამოწერებს ვეტყვი, რომ ეს კაცი არის ნამდვილი გმირი. მირიანი გმირია. მირიანი არის დამყოფი საქართველოში ყველა ღირს შესანიშნავ და ნაკლებად ღირს შესანიშნავ ადგილზე, წელიწადის ყველა სეზონზე, ყველა ამინჩი. ეს და არის ყველა დღის პერიოდში, ღამეს და დღეს. ღამეს და დღეს და ეს არის ენით აღწერილი გამოცდილება და ჩემთვის ახლა ყველაზე საინტერესოა, მაინც ხვისი გამოცდილების მოსმენა რაღაცა თემებზე, რომელზეც მე არაფერი არ ვიცი და მან ყველაფერი იცის. ეგეთი საუბრები არის ჩემთვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი და შენ რომ მიყვებოდი დაუშვათ აქ რომ გონი 20 წლის წინ იყავი პირველად ფეხით და ძალიან ადრე. თელ საქართველოს ყოველკუთხე კუნძულზე რომელზეც მე რამე გამიგია და შენ რო გკითხავ და შენ რო იქ ყველაფერი იცი და ყოველ დროს ნამყოფი ხარ. ეგ არის საუკეთესო გამოცდილება, რაც ჩემი აზრით ჩვენს ვიდეოებში კიდევ უფრო მეტად უნდა გამოაჩინო და ისეთი შტაბეჭდილება არ გასწორია რომ ესეც სახლები და იმები დავდივარ. ხო, ესე რაღაცა აქ იყო ფეხით ამოვდიოდი ის რო დაყვება. AI და Starlink-ი რო დაყვება, ეგეთი კემპინგით არ დაგიწყია და საიდან დაიწყე ეგ გამოცდილება უნდა აჩვენო ხალხს. კი. საბედნიეროდ იმ დროიდან დაიწყო ლაშქრობა, როცა სხვანაირი იყო ეს ბუნება, აქ არ იყო ამდენი ცივილიზაცია საქართველოში და ზოგადად სოფლიოში ტურიზმი ის არის და მე აფუჭებს ყველაფერს და ისეთი ძველი რაღაცები მოქვს ნანახი, რომელიც უკვე აღარ არის და ყველას ამიტომ ურჩევ ხოლმე იმოგზაურო. მე შენი ვიდეო რომ ნახე, მეც მქონდა სულ დაგიმალო ეგეთი განცდა, რომ მანქანიდან რომ ეს სამზარეულო გამოიშალა და 4 ოთახი გამოვიდა და ჩამოიხურა და ზემოთ კარავი ამოვიდა და რაღაცა ჩანგალი რო გამოვიდა და თვითონ გაჭამა, ვიფიქრე რომ ეგეთი მოგზაურობა ყველას ხო შეუძლია და მაგრამ მანქანდი როგორ მიხვედი და ყველაფერი რო განატესტი გაქვს, რაც 0-დან მანქანდე საჭიროა, ეგ გამოცდილება არის უძვირფასესი და დრო იყო რომ გრამებს ვითვლიდით ხოლმე, იცი, აი ქაღალდის ყუთში რომ რაღაცა იდო, აი 6 დღიან ტობა ვაჩხეზე რომ მიდიხარ, ქაღალდის ყუთში რაღაცა იყო, ქაღალდს ვაგდებდით ხოლმე რომ 6 დღე გრამები ეკეთება შენ ზურგზე.
და 13 ჯერვა ტობავაჩხილი ნამყოფი, ამიტომ ზუსტად ვიცი ეგ ყველაფერი რა როგორ არის, უბრალოდ მე დრო მოიტანა აპარატურა, სიბერე, ისა ეს და ეხლა უკვე სახლებით დავდივართ. ხო და ეგ არა ლაშქრობებს დაუბრუნდებით. და ეგ გამოცდილება გააზიარე, მე გირჩევ. იმიტომ რომ ყველაზე ღირებული ეგ გონია. წამა ტობავაჩხიზე. ეხლა ამცალია. ეს ამდგარი ყავდა გასული. შენ წადი, გადაღება მაგრად გამოგდის კიდე და მე ვუყურებ ვიდეოში 4K 60 FPS-ით ან 30-ით. ოკეი. ხო, მოკლედ ძნელია მასლა. ყველაფერი ესე არ დაწყებულა. ხო, ეხლა მე რომ მოვედი აქ და ესე აღშენებული სახლი დამხვდა, კი ძალიან კომფორტულია და რაღაც, მაგრამ შენთვის მარტივია, იმიტომ რომ ამ წიაღში ხარ გაზრდილი და აღმოცენებული, მაგრამ ხო და ჩემთვისაც ეხლა რა არის, მანქანით მოვედით აქ სახლი ამიშენეთ და პირიქით უდიდესი ემოციები და სილამაზე და ყველაფერი შევიგზენი. მაგრამ 6 დღე რო სადღაც მიდიხარ და ყველაფერი ზურგით უნდა აცრიო, ეგ უკვე ხა ძნელია. 6 დღე საკვები, აღჭურვილობა, წყალი კი არის გზადაგზა მაინც, ასაცმელი, ძალიან ისაა, საჭმელი საკმაოდ ძიმე ჩანთარი 25 კილოსთან და ყოველ დილიდან საღამომდე სიარული. ნუ ფაქტობრივად შენ ხარ ექსპერტი ამ თემაში და თქვენც ახლა თუ ვინმე რამეს აპირებთ, კომენტარებში დაუწერეთ, თქვენი ფავორიტი ადგილები ან სადმე წასვლას თუ აპირებთ რაღაცა რეკომენდაციები და მირიანი ვიცი რომ ყველა კომენტარს კითხულობს და არ დაეზარება რომ რაღაცა გირჩიოთ და მის რჩევა დამეწმუნეთ რომ idеალური იქნება. მე ხა გამოცადე თავარი მუღამი არის ადგილების ზუსტი დროს ნახვა რა, ანუ რა დროს უნდა მიხვიდე. ანუ მე მინახავს, აი ხო ვაშლოვანი ჩემთვის არის 100 ვიზიტი შემისულა შარშან. ყველაზე ლამაზი ადგილი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელსაც არ მოწონებია, იმიტომ რომ არასწორ დროს ნახა და იგივე ადამიანი აი მეორეც წავიყვანე და იმ დროს ვანახე, როცა ფერებმა დაიწია, რაღაცა ჩtildeები წამოვიდა, იმის მერე ყველგან დამყვება, ყოველთვის. ანუ რა დროს და როდის ნახო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ეს თვარო შემოდგომას ნახო საერთოდ სხვა არის და შოკი არის, მართლა შოკი არის, აი ეს რო აყვითილდება. და მე ხო შენ მადლობა გადაგიხადი ამ კოლაბისთვის და ეხლა მინდა კიდე გადაგიხადო ერთი მადლობა იმისთვის რომ საქართველოს მრავალფეროვნებას და ღირსშესანიშნაობას ისე ლამაზად აჩვენებ ადამიანს და ეხლა მე მაგალითად სამე რო არ ვარ ნამყოფი და იცი რომ შენ ხარ და იქაურობაზე ვიდეო გიდევს, შემიძლია შენი ვიდეოდან ყველაფერი გავიგო იმ ადგილის შესახებ და მე კიდე თუ მე თვითონაც წავალ, შესაბამისად წავალ. ვიცი რა მოლოდინი დამხვდება, რა უნდა წავიღო, რა გადავიღო, ან არც გადავიღო, ისე მიიღო სიამოვნება. ამიტომ ესეთი მადლობების ეხა ოფროუდზე გითხარი. ოფროუდ გამოცდილებაც მე მომეწონა. შე როგორც მითხარი ეს არ იყო მძიმე ოფროუდ, მძიმე კი არა. აი ხა თუ გაგვიწვიმდა დღეს მძიმე გვექნება, მაგრამ რამდენიმე რაღაც 9 კილომეტრი ალბათ იყო ისეთი რომ ძალიან დიდი ტალახი იყო და კადრებიც იქნება, მაგრამ აი ის რომ აი ჩაგვება ერთმანეთი და გამოგვეთრია და რაღაცა ეგეთები არ იყო, მაგრამ პირველისთვის მე მგონი საკმარისი იყო და მეტი არც იყო საჭირო. არა ეს არის ჰიტას დასაინფიცირებლად არის ცოტა ოფროუდი, კემპინგი, რაღაც. ხო, ეხა არის ისა. რეკლამაში ვარ ეხა. სხვა ჩვენს მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ მიყავს ბუნებაში, პირველივეზე რა გამოცდილებას აძლევ. ცოტა მეტი თუ მოგივიდა, აღარ მოწონს. ცოტა ნაკლები თუ მოგივიდა, მაინც არ მოწონს. იდეალური უნდა იყოს რა. ხო, ეხა აქ რომ მოდიოდით და ერთი მანქანა დაგვხვდა იქ ტალახში ჩატოვებული. ეგრე რომ მე დამჭირებოდა, ეხა ეგრე აღარ მომეწონებოდა. რატო თავგადასავალია? ეხა რომ გაგვიწმინდა, შეიძლება მავანს დაურეკოთ. რომ გვიშველოს, იმიტომ რომ ძალიან ცუდ ტალახი იცის. მე მედი მაქვს რომ გავივიდე. ხო, მაგრამ მე მიყვარს რომ ადამიანს უფრო კარგ საქმეზე დაურეკა, ვიდრე ეხლა რაღაცა მოვიდეს და გადაგაჩინოს. რატო? ეგაც არის რესტორანში. არავარჯის. რესტორანში ხო. კაი. დღეს ეს ვიდეო აქ დამთავრდება. და ჩემთვის დიდი პატივი იყო შენ სახზე სტუმრობა და შენს გამოწერებსაც შევახსენებ კიდევ ერთხელ ეს ვიდეო დააიქონ და მირიანის სახი გამოიწერეთ, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. დაუჯერეთ ჰიტას. მომავალ შეხვედრამდე.